გამარჯობათ მეგობრებო, მოვიდა პარასკევი, გავიდა ეს თიკვირა, ხვდებით ერთმანეთს და მარადიული საზომით რო ვთქვათ, აი ამ ესე იგი უახლოვდებით ყველანი, ყველას გვემატება ასაკი, ყველას გვემატება დრო და ყველას გვინდა რომ ჩვენი სამშობლო იყოს ძლიერი და ბედნიერი აღორძინებული. თაობები ისე გავიდნენ რომ ვერ მოესწრენ ამას, თუნდაც 10-15 წლის უკან აქციებზე რო ხალხი იყო ჩვენთან ერთად, დღეს უკვე ჩვენს გვერდით აღარ არის და ვერ მოესწრო ისეთ საქართველოს, რომელიც საოცნებოდ ჰქონდათ მათ და აი გულისკივილით დადიოდნენ ამ აქციებზე, ეროვნული მოძრაობის აქციებზე, სხვადასხვა გამოჩენილი ცნობადი სახეების მიერ მოწყობილ აქციებზე და ეს გულისკივილი იყო, რომ სამშობლოს უნდა დავხმარებოდით, მაგრამ ბევრი ჩვენი მეგობარი ჩვენს გვერდზე აღარ არის, დრო გადის, ჩვენს გვემატება ასაკი. მე მახსოვს 88 წლის 12 ნოემბერი, აი ამ დროს დავიწერე ჯვარი და პირველად რო გავიარეთ რუსთაველზე, ეს ტრადიცია ასეთია, საქორწილო ექსკურსია რო გადის ხოლმე რუსთაველზე ამ ცხეთაში გაივლის და მაშინ ესე იგი ასეთი ტრადიცია იყო, რომ ჯერ რუსთაველზე გავიდოდით ხოლმე და მერე ცხეთაში და მეგობრებთან ერთად ეს ჩვენი საქორწილო კორტეჟი გავლო რუსთაველი და აი პირველად იქ ვნახე მაშინ 88 წლის 12 ნოემბერს შეჯგუფული ხალხი, რაღაცა ეს შავი მასა იყო და იქიდან დაგვებედა ეს გამოსვლები, აქციები, ნუ არავინ არ იცოდა რა მოხდებოდა მე 99-ში, იგივე ის 9 აპრილს და როგორ წავიდოდა საქართველოს საქმე, მაგრამ აი 88 წლის 12 ნოემბერს მართლა მე პირველად ვნახე ჩემი ქორწილის ესე იგი ნიშნობის პერიოდში აი ეს აქცია, პირველი სახალხო აქცია და ეს კომუნისტების პერიოდში ამას ვერ ნახავდი, რომ ესე ჯგუფად ხალხი დამდგარიყო, მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი იყო ესე რაღაცა მოთხოვნებით და მე აღარ მახსოვს რა მოთხოვნები იყო, მე მგონია გამსახურდი ეს მომხრეები იყვნენ, პირველი აქციები მათ დაიწყეს საერთოდ საქართველოში, საბჭოთა საქართველოს რეალობაში ასე ვთქვათ, როდესაც ესე იგი იმპერია უკვე ინგრეოდა, მაგრამ მას შემდეგ დაგვებედა ეს, ესე იგი ცალკარში ბურთის დარტყმა და პრაქტიკულად ესე იგი სულ დაპირისპირებაშია ეროვნული მოძრაობა აი ამ მოსულ ესე იგი ძალებთან, ხელისუფლებაში მოსულ ძალებთან. და პრაქტიკულად ჯერჯერობით შედეგი არ არის, ის შედეგი რაც ჩვენ ყველამ გვინდა ვიხილოთ. და შედეგი უნდა დაიდოს მხოლოდ თანხმობით. აი მე ერთ აზრს ვანვითარებ ყოველთვის, რომ შედეგი ვერ დაიდება ვერასოდეს თუ რაღაცა თანხმობა არ მოხდა ამ ძალებს შორის და განუწყვეტელი კრიტიკა, ლანძღვა, გინება არაფრის მომცემი არ არის. აი პრაქტიკულად ჩვენ ხედავთ ბოლო 40 წლის განმავლობაში, რომ აი ლანძღვა, გინებამ, ქვების როლამ, ბოთლების როლამ, ესე იგი დინამიტების თუ შაშხანების როლამ ერთმანეთზე არავითარი შედეგი არ გამოიღო. და დღეს რომ ჩართოთ ტელევიზორს, იმ ტელევიზორს, რომელსაც მე არ უყურებთ, ალბათ არც თქვენ უყურებთ, იმიტომ რომ იმდენი აგრესია მოდის იქიდან. პრაქტიკულად კატეგორია ადამიანების არის უკვე, რომელიც ქრონიკულად აღარ უყურებს ტელევიზორს, იმიტომ რომ დანევროზებულია ამით და უნდა რომ ეს სტრესი მოიხსნას. იმიტომ რომ სულ ლანძღვა, გინება ქუჩაში, გინება პარლამენტში, გინება რა ვიცი, მთავრობის სასახლის წინ თუ იმის უკან თუ იმის გარეთ. ესე იგი, აი ესეთი აგრესიული დაპირისპირება არაფრის მომტანი არ არის, არაფრის საერთოდ. და ზოგი იძახის, რომ აი მე მილიონიან აქციას მოვაწყობ და მილიარდიან აქციას მოვაწყობ და 100,000 გამოვალ და არც ეს სადებს შედეგს გესმით. ყველა ეს რევოლუციური ჯანყისტური, ესე იგი ტორტმანი ქალაქში თუ ქვეყანაში არაფრის მომცემი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ რევოლუციის გზა რა გზა არის? არის ეშმაკის გზა, სატანის გზა. და თანხმობის გზა არის უფლის გზა. აი ახლა მივხვდეთ ამას ყველამ და გავიაზროთ, რომ ესე იგი რეალურად დისკუსიებში უნდა წავიდეთ ჩვენ მთავრობასთან, დიალოგზე უნდა წავიდეთ და რაღაცა პროგრამებიც უნდა ესე იგი შევთავაზოთ. აი ეს არის ყველაზე კონსტრუქციული გზა. და არა ჩხუბისა და განუწყვეტელი ესე იგი კრიტიკის გზა. იცით ეს კრიტიკა კი რაციონალური მაცვარი რა თქმა უნდა არის ამ კრიტიკაში, მაგრამ აი ოჯახშიც როგორ არის, ოდესმე აკრიტიკებ, ატირკებს შენი ოჯახის წევრს, ბოლოს აღარ უსმენს და აღარ მოქმედებს.
ანუ გინდა გაიკრიტებია, გინდა არა. და ასეებია მთავრობაც, ხო? ხა ამდენი გინება, ამდენი ლანცხვაა, ესე იგი შეურაცხყოფა, ხო? ბოლოს მიდის იგნორამდე და ასეთ მდგომარეობაშია ხა ჩვენი საზოგადოება არის აბსოლუტურ იგნორულ მდგომარეობაში. მე მაინც ამას ვიტყვი, რომ ესე იგი ამ გზაზე უნდა გავიაროთ, თანხმობის გზაზე და კოორდინაციის გზაზე და პოზიტივის გზაზე. ბოლომდე კარი არ არის დახურული, მე ვფიქრობ, დიალოგის არ არის დალურსნული, როგორც ეს ზოგს ეჩვენება და ელანდება. მე მაინც ვფიქრობ, რომ არის რაღაცა რაციონალური მარცვალი, რომ შეიძლება ეს დიალოგი გადაიზარდოს შემდეგ ურთიერთთანამშრომლობაში, აი თუნდაც ის შეხების წერტილები, რაც გვაქვს, აი ეკონომიკას უნდა მიხედვა. და სოფლის მეურნეობას უნდა წამოყენება. აქ ხო შეიძლება რომ ისი გადაიკვეთოს ჩვენი აზრები და მოხდეს თანხმობა და აქ კამათში რაღაცა საღიაზრი დაიბაზოს. იგივე ქართულ წარმოებას, იგივე მძიმე მრეწველობას, სუბუქ მრეწველობას, განათლების სისტემას უნდა რეფორმა აუცილებლად ჭირდება. და ამის გარეშე წარმოუდგენელია და მე ვფიქრობ, რომ აქეთკენ უნდა იყოს ესე იგი მიმართული ძალისხმევა მთელი საზოგადოების და სამწუხაროდ ესე იგი არ არის ამაზე ლაპარაკი. არ ვკამათობთ ჩვენ, აი თქვათ, საგადასახადო კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით. ვკამათობთ? არის რაღაც, აი თქვათ, განაკვეთის პროცენტებზე რო ვიკამათოთ, იგივე ჩვენ წამოვაყენეთ მამულიშვილებმა დგ-ს შემცირება, ეს ტვირთად აწევს ქართულ წარმოებას. საშემოსავლოს რეფორმა რომ კიბისებრად დაიბერგოს ადამიანი ამ ეს წინა გადაცემაში თქვა და საერთოდ ეს რეფორმისტული წინადადებები მე ვფიქრობ რომ ბევრ პარტიას აქვს, ბევრ არასამთავრობოს აქვს და აი ამ კონტექსტში უნდა გადავიდეთ ჩვენ და მასში რაღაცა რეზულტატი დაიდება. საერთოდ საზოგადოება ჩვენი ქართული საზოგადოება ვერ განვითარდება. მე ვფიქრობ და ვიქნებით სწორ სტაგნაციაში თუ პოლიტიკური გარემო არ გაუმჯობესდა და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეს ვიღაცა თქვა ბიზია ჩამოვიდეს ხრანთის იქიდან ეს ინვესტორი და დააფინანსოს ეს საზოგადო ორგანიზაციები როგორც დღემდე ხდებოდა არა იმიტომ რომ ვინც აფინანსებს მე მუსიკას ისუკრავს და მის დაკრულზე უნდა იცეკვო აი ჩვენ ვიცით ეს ლიბერალური ორგანიზაციები ხომ 15-მდე თუ 20-მდე ორგანიზაცია თუნდაც ის ორგანიზაციები რომელიც აი გამოაშკარავდა ამ გეი დღის წესრიგს რო ხელი მოაწერეს და ეს LGBT დღის წესრიგზე რო თქვა თანხმობა განაცხადეს თქვენ ხო ვიცით რომ ისინი ყველა დასავლეთიდან აი ამ სწორედ გლობალისტური ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდა და ფინანსდება ალბათ ახლა თუ აშკარად არა ფარულად მაინც სხვადასხვა არხებით ხომ ასე რომ ეს ჩვენი ეროვნული ორგანიზაციების განვითარების გზა სწორედ ის არის რომ ჩვენ თვითონ ხალხმა უნდა დაგვაფინანსოს ხალხმა უნდა დააფინანსოს პარტიები და ხალხმა უნდა დააფინანსოს არასამთავრობოები ხალხის წიაღში უნდა შეიქმნეს და პარტია იმით კი არ უნდა ტრაბახობდეს რომ აი ვიღაცა ფული განმომირიცხა რუსეთიდან ამ ამერიკიდან და ევროპიდან ხო ამით კი არ უნდა ტრაბახობდეს ან ამას კი არ უნდა მალავდეს როგორც მალავენ ხო ამ ინფორმაციებს არამედ ის უნდა ამაყობდეს იმით რომ მისი წევრები აფინანსებენ მისი მომხრეები შეიძლება პარტიას არ ყავდეს წევრი მაგრამ მომხრე ყავდეს და მომხრე აფინანსებდეს და სულ ერთია იქ პენსიონერი იქნება ახალგაზრდა იქნება თუ რა თანხებსაც მოაგროვებს აი ის თანხები უნდა წარმოაჯინოს კრისტალურად და უნდა იყოს აი ესეთი კრისტალური და წესიერი პარტია რომელიც ეროვნულ ესე იგი ინტერესებს დაიცავს და ესეთი პარტიები ყალიბდება ჩვენ ხედავთ რომ აყალიბებენ ადამიანები ლიდერები ასეთ პარტიებს და მე ვფიქრობ რომ ერის პოლიტიკური სიჯანსახე აი გარემოს სიჯანსახე მნიშვნელოვნად დამოკიდებული არის ქართული პარტიების აი სიჯანსახეთა და სიჯანსახეზე და ქართული არასამთავრობოების სიჯანსახეზე ეს სიჯანსახე სწორედ ის ნიშნავს რომ ხალხი უნდა აფინანსებდეს და შემდეგ უნდა ხალხის მიმართ უნდა იყოს ანგარიშვალდებული ეს მოცემული პარტია. აი მათ შორის რო იქნება კონკურენცია, აი სწორედ მაშინ ეს იგი ჯანსაღით რომელიღაცა ძალა მეთქულებს დაიწერს შევა პარლამენტში და უმრავლესობას დააკომპლექტებს. აი ეს არის ჩვენი მომავალი და აქეთკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ამავე დროს პარტიებს უნდა ქონდეთ მასმედიაც, აგრეთვე ტელევიზიები უნდა ქონდეთ, გაზეთები, ჟურნალები, აი ამაში უნდა იყვნენ ძლიერი, ესე იგი
მასმედია, მათი მხარდაჭერი და მათ მიერ დაფინანსებული. ანუ იგივე ამომრჩევლის მიერ დაფინანსებული. აი აქეთკენ უნდა წავიდეთ, რომ რაღაცა პოზიტივი მოხდეს. და არ უნდა უყუროთ ვიღაცა ბიზიას, რომელიც იქ ევროპიდან ვიღაცას გადმოუგდებს და აი ზოგს იმიტომ უნდა ევროპაში შესვლა, რომ თქვა იქ რაღაცა მერე თანხები ნახოს და იმ თანხებს მიაძღეს. რაც დღეს ხდება და ხდებოდა, ხო? ზოგს აი ეს ეხატება გულზე, იმიტომ უნდა თქვა იგივე ეს, მაგრამ ისინი რო იხთიან ამ თანხებს, იხთიან სწორედ იმიტომ, რომ შემდეგ ჩვენი საშუალებით მთელი ქვეყანა აცეკონ თავიანთ სალამურზე თქვა და რასაც აკეთებენ, გააქვთ რესურსები, გაყავთ ჩვენი გოგო-ბიჭები მამლუქებად და რა, ესე იგი, გონით ჩვენ ვართ დაცლილი, რესურსებით უკვე დავიცალეთ, ყველაფერი იყიდეს, ყველა რესურსი იყიდეს, არავინ არ ვიცით, სად მიდის ჩვენი ოქრო, რომელიც მოიპოვება და გადის. იგივე ნავთობზე ბევრს რო ლაპარაკობდნენ, უცებ გაქვს რა ნავთობი, ვიღაცას გააქვს, მაგრამ არ ვიცით ანგარიშ სტატისტიკურ დეპარტამენტში რო შევხვიდე, ვერაფერს ვერ გაიგებ. გიდე ინტერნეტშიც არაფერი არ არის, ყველაფერი არის, ესე იგი, გამსხვილებული და რო თხოვრო, აი დიფერენციაცია მითხარით, არ გეუნებიან. ხო და პრაქტიკულად აი ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ რა, აი გლობალისტური ძალების ოკუპაციის პირობებში. ამიტომ ჩვენ სუვერენიტეტს ერთი გამოსავალი აქვს, რომ ქართული ეროვნული პარტიებისა და არასამთავროების ქართული მასმედიის გაძლიერება. საპირისპიროდ აი ამ ლიბერალური პარტიებისა და აი ამ საზოგადოებთან დაფინანსებული პრინციპში მტრული ორგანიზაციების თან შედარებით. მასმედიაც ხო გეუბნებით, სხვა დღის წესრიგს ამითარებს, ხო? იგივე ზუსტად 2 წლის უკან გენდერულ დღის წესრიგს ნერგავდა ქვეყანაში. მაგრამ პარტიაც არის და პარტიას თავისი ეთიკური ეროვნულ პარტიას თავისი ეთიკური კრედო უნდა გააჩნდეს. თუ პარტია თქვათ უცებ მოულოდნელად თქვათ თავის გადამწყვეტ საბჭოში თავის ორგანიზაციაში დააწინაურებს ნათესავებს, პარტიის ლიდერები თქვათ ხანდახან იქცევიან ასე აი ეს არსებობს ეს დაავადება ეროვნულ პარტიებში და ეროვნულ არასამთავროებში. ის რაც სამინისტროებში დღეს ხდება ხომ ნეპოტიზმი. იგივე ნეპოტიზმი სამწუხაროდ პარტიებშიც არის, რომ უცებ სრულიად გარედან მოყავთ, ესე იგი, ან თავის ნათესავი, ან თავის მეგობარი და პრაქტიკულად პარტიას ამოხრუჭებენ. და რა ხდება? ადამიანს მე გული უთხრდება და გარბის იმ პარტიიდან, იმიტომ რომ ამბობს, რომ იცი რა, მე გუშინდა დღეს ვიბძოდი ორი ხელით, რომ იტყვიან, ამ ჩემ პირად დროს ენერგიას ხარჯავდი და ამ დროს თქვათ ლიდერმა მოიყვანა ვიღაც ნათესავი, ან მეგობრის დიშვილი, ან ვიღაცა აბსოლუტურად გარე ადამიანი, რომელიც აი გაგებაში არ არის საერთოდ პარტიულ ცხოვრებაში, არის თავისი პოზიცია აქვს, არის თავის კრედო აქვს და აი ეს ნეპოტიზმი, ეს გრუპიზმი ძალიან ნებს საერთოდ. არა მარტო ჩვენ ქართულ პარტიებს მე გულახდილად უნდა ვთქვა, არამედ სამინისტროებშიც არის სამწუხაროდ ეს ნეპოტიზმი და გრუპიზმი და ეს რაღაცა კლანური, ესე იგი, რუსები ვიტყვიან კურგავაია პარუკა, ხო? აი ეს არ უნდა იყოს. ასევე არ უნდა იყოს უცებ არჩევნების წინ ფულიანი ტომრების გაყვანა, თქვათ, პარლამენტში, თქვათ, პირველი, მეორე, მესამე რადგანაც ესე იგი ადამიანი ვიღაცა შეძლებულია, ბიზნესმენია, ან მეწარმეა, რაღაცა და რაღაც მოიხასიათა პარლამენტში იგჯდომა, უცებ პარტიაში ამოყოფს თავს და ესე იგი რაღაცა თანხის სანაცვლოდ. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, მეგობრებო. ეს არ უნდა მოხდეს, ეს რა თქმა უნდა ამომრჩევლს გვიკარგავს და ეს საერთოდ პარტიის რენომეზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ესე იგი ფულიანი ტომრების გაყვანა პარლამენტში. კატასტროფა აბსოლუტური. მე რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება არჩევნების წინ იწყება ხოლმე რომ მათხოვე პარტია, ეს სიტყვა ეგეთი, ან მომყიდე პარტია, ან გამატანე პარტია, თითქოს ეს პარტია იყოს რაღაცა აღებმიცემობის საგანი რა. ეს საერთოდ 10-15 წლის უკანდელი ისტორიებიდან არის, მაგრამ ასეთი პრეცედენტებიც ხდებოდა. აი ეს მეტყველებს არაჯანსაღ მდგომარეობაში პარტიაში და რა თქმა უნდა ადამიანებს მე აღარ უნდათ ამ პარტიაში მისვლა, გაერთიანება და აპელირება ამ პარტიასთან. ასე რომ თუ ეს ვერ გავაკეთეთ, ყველაფერი არის წყლის ნაღვა.
ყველაფერი აბსოლუტურად ხომგეუნებით ვინ უნდა გაიტანოს კანონი, ვინ უნდა თქვა ასე მაღალი ტრიბუნიდან თუ არა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, თუ არა და საზოგადოებრივი ეროვნულმა ორგანიზაციამ. და იქ რომ გვირაბი გვენგრევა თავზე ფექვეშ მიწა გვეცლება ხო ეს გასაგებია მაგრამ შემდგომში სათავეები ესე იგი მართვის სათავეები ვინ უნდა იყოს ხელში თუ არა და ქართულმა ეროვნულმა პარტიებმა და ეროვნულმა არასამთავრობოებმა მართმა გაერთიანებებმა ვინ უნდა იყოს მათი მხარდამჭერი თუ არა და ეროვნული მასმედია ქართული ეროვნული მასმედია ეროვნული და არა ლიბერალური და თქვათ იქ რაღაცა საიდანაც შემოგდებული და დაფინანსებული ასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ტელევიზორი ჩართვა რო გვეზარება და გვეზიზღება საერთოდ რამის მოსმენა იმიტომ წინ და წინ ვიცით საიდან ფინანსდება და რა დღის წესრიგი აქვს საერთოდ არა ეროვნული დღის წესრიგი ხომ ამიტომ ვერცეთ პრობლემას ვერ გადავჭრით ჩვენ თუ ქართულმა ეროვნულმა პარტიებმა არ იმძლავრეს კაი გაგებით ვამბობ ამას და არჩევნებზე თქვათ მხარი არ დაუჭირა მომრჩევლებმა და პარლამენტში არ შევიდნენ ერთობით და ის პატარა პროცენტი რაც იმ ლიბერალებს ერგებათ ისინი მე ამ პროცენტს მიიღებენ იქნებიან ისინი წინ პარტიაში და მომავლის პარტია აი ამ ჯანსაღებით არების ფონზე იქნება მომავლის პარლამენტი იქნება აუცილებლად ჭრელი ანუ სხვადასხვა ორგანიზაციებით და პარტიებით და მათი რაღაცა გაერთიანებებით დაკომპლექტებული აი იქ კიდე შეიძლება მე თანამოაზრების ნახვა და იქ ისევ ამომრჩევლებს დაყრდნობით თქვა ხდება უმრავლესობა აკომპლექტებს მთავრობას მაგრამ როგორ მთავრობას სამინისტროებში რა უნდა ხდებოდეს ნეპოტიზმი მეგობრებო ახალგაზრდა ადამიანს რომ არ შეუძლია ესე იგი სამსახურში კონკურსში გასვლა რომ წინ და წინ ესე იგი ჩაწყობილია ყველაფერი და ახალგაზრდა ჯგუფი ესე იგი გამოცხადებულ რომელიმე სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში რომ იღებს მონაწილეობას და შანსი რო არ აქვს იქ მოხდეს იმიტომ რომ ყველაფერი ესე იგი ფორმალურად ტარდება აი ეს გამოცდა ტესტირება თქვა თანამშრომლობის სამსახურში აყვანა რას თქვია ხო ამდენი CV-ების და იმების ტრიალი და რაღაცა ხო და წინ და წინ უკვე გადაწყვეტილია ვინ უნდა აიყვანო თქვა ერთი თვის უკან უკვე ცნობილია რომ აი თქვა სამინისტროს შიგნით რომელიღაცა იმას ნიშნავენ მაგრამ ფორმალურად მაინც ესე იგი კონკურსი არის გამოცხადებული და ეს საწოთავი ახალგაზრდები რამდენს გული გაუტყდა რამდენმა ძლიერ განიცადა ეს წინვალედ რომ ესე გავიდნენ კონკურსში და რაღაცა აი ეს ხდება აი ეს დაავადებები ამ დაავადებებზე უნდა ვილაპარაკოთ ეს მარტო სამინისტროებში კი არ არის პარტიებშიც არის და მარტო პარტიებში კი არ არის კომერციულ ფირმებშიც არის ხახნო მრავალდარგოვანი დიდი ფირმები რომ არიან იქაც ასეთი სამწუხარო ფორმალური ეს არის კონკურსები არის და ახალგაზრდობამ უკვე აღარ იცის საერთოდ პრაქტიკულად აპრიორი უკვე წინ და წინ იცი რომ გასაუბრებაზე რომ წახვალ სადღაც სამსახურის თემაზე წინ და წინ იცი რომ სხვა გადის პრაქტიკულად რა შენ უბრალოდ მარტო ნერვებს იშლი უნდა გადაეკითხო მასალები უნდა გაგწურონ ესე იგი რაღაცა ზოგი ასე გეტყვის ზოგი ისე გეტყვის ეს ხო ემოციური სტრესი ხო აქვს ახალგაზრდას აქედან გამომდინარე, აი ეს თუ არ მოწესრიგდა, მეგობრებო, აბსოლუტურად რაც არ უნდა პროექტები ვწეროთ, ესე იგი ეს დარჩება ხმა ღვაწლებლისად უდაბნოსაშინა. და რაც შეეხება პროგრამებს, აი პროგრამებზე მე ვიტყვი რომ ხანდახან არჩევნები რო ჩატარდება, პარტიას ავიწყდება თავისი პროგრამა. ეს პროგრამა, რომელიც თქვა აფრიალებდა არჩევნების წინ ერთი თვით ადრე ესე იგი დაიწყებას მიეცემა და თუნდაც რომ გავა მე პარლამენტში არც ერთი იქ ეკონომიკური მუხლი ის რაც იყო გასაკეთებელი საომარი და საბრძოლო რომ რაღაცა რეფორმა ჩატარებული იყო იმიტომ რომ პროგრამაში ხო წერია ეს რაღაცა წიგნი აქვს წიგნი ზოგს ორტომიანი წიგნი აქვს პრაქტიკულად პარტიის ეკონომიკური პროგრამა მაგრამ არავინ არ იხედება შიგ არავის აღარ ახსოვს და ეს თემა არავინ არ იცის აი ეს დაავადება ჩვენი პარტიების რომ ესე იგი უცებ გვავიწყდება ეს ჩვენი პროგრამა ეს ჩვენი ესე იგი გაიდლაინები რეფორმების ჩატარება გვინდოდა
და ასეთ კითხვას სვა მე რომ იქნება ეს არც არის ორგანული და იქნება ეს არც იყო მთავარი მიზანი აი პარტიების ესე იგი თქვათ ბრძოლისა ხო მაშინ რა არისთვის იბრძიან ეს პარტიები თუ შენ გავიწყდება შენი ეკონომიკური პროგრამა შენი რეფორმისტული ინოვაციური შეთავაზებები საზოგადოების მიმართ რომლითაც შენ ამორჩეველმა ხმა მოგცა თუ შენ ეს გავიწყდება მე პარლამენტში რომ მოხდები ან თუნდაც ვერ მოხდი მაგრამ ეს უცებ დავიწყებას ეცემა და ესე იგი უბრალოდ ეხა აი მაგალითად რამოდენიმე პარტია არსებობს და მათგან ესე იგი ეკონომიკაზე ლაპარაკი არ არის სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკი გულზე ხელი დავიდოთ სარკეში ჩავიხოთ მეგობრებო არის რამე ლაპარაკი ეკონომიკაზე რაღაც აი ეს გავაკეთოთ ან თუნდაც სოციალური კუთხით იგივე ბინადმშენებლობა რო არის შეჩერებული ბანკების თემა იმის თემა რა ვიცი მილიონი თემაა საზოგადოებაში და რატომღაც ესე იგი ამიტომ ეს უნდა გამოვასწორო თუ ეს არ გამოსწორდება მეგობრებო არაფერი არ იქნება ჩვენი სტუმრებია დღეს ბატონი გიგა გუდაძე მეწარმე პედაგოგი ბატონი ვაჟაბაკაშვილი ბატონ გიგა აი რა სიტყვი თქვენი მოსაზრებები ჩემი მოსაზრება გამარჯობათ მეგობრებო არ ვიცი ხა მაღაზია მე ვერ გეტყვით იმდაც თქვენ უკვე აი ლაპარაკეთ ძირითადი რაც იყო სალაპარაკო მე უბრალოდ მინდა ვთქვა მიმდინარე რაც ხდება დღევანდელ დღეს რა საქართველოში და არა მარტო საქართველოში რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნისთვის ახლა პარტიებზე ვაგერ ვილაპარაკეთ მაგრამ ერთი რაღაცა არსებობს რა რომ პარტიები საერთოდ იმიტომ იქნება 90% კი 99% რომ დღესდღეობით ბიზნესად არის გადაქცეული ეს ყველაფერი და ბიზნესი არის მე შეხვალ პარლამენტში თავისთავად იქ ფული თავისთავად იშოვება, იმიტომაც ახლავს 50 პარლამენტარი მილიონერი. და არა მარტო პარლამენტარები ეგრე, რომ გავიდეთ ქალაქ გარეთ, ნახოთ რა სასახლეები არის აშენებული. და მივხვდებით, რომ თურმე საქართველოს მილიონერების ქვეყანა არის. რომელიც 10% პრინციპში ძალიან კარგად ცხოვრობს და დანარჩენი ძალიან გაჭირვებული არის. და ყველა ცუდი კიდე რა არის, იცით რომ აგერ ახლა ზუსტად აი შედარების ამბავი არის, იმიტომ ვამბობ ამას, რომ აგერ ჩვენი პრემიერი გამოვიდა და თქვა ესეთი სიტყვა, რომელიც ძალიან გამიკვირდა და ძალიან გამიკვირდა, რატო თქვა მეთქი, რომ თურმე საქართველოში 2025 წელსო პენსიონერებმა მოიმატაო 25200 კაცითო. და ამიტომ ჩვენ ორ პენსიები რო გავზარდოთო, ამის საშუალება არ გაგვეჩნიაო. ეს არის ძლევა ამის საშუალებას, ეგ ბევრი პენსიონერი ყავსო და ეს რასაც მიუთითებს, მე მგონი ყველა ჩვენთაგანი უნდა მივხვდეთ, ესე იგი პენსიონერები იზრდებიან და საშუალება არ არის თორმე რომ პენსიონერს გადაუხადო ის 30-50 ლარით მეტი. ნუ ეს კატასტროფაა, როცა გვეუბნებიან რომ თორმე საქართველოში ბიუჯეტი იზრდება მილიარდობით, 3 მილიარდით, 5 მილიარდით გაიზარდა მაგალითად წინა წელთან შედარებით. ნუ არ ვიცი ეს შეუსაბამო არის ყველაფერი და ამ შეუსაბამობას მე უბრალოდ პირადად ადამიანი შემიძლია განვიხილო, მაგრამ მე ვერ ჩავალ სიღრმეში, იმიტომ რომ არ შეიძლება სიღრმეში არავინ არ ჩაგახედებს. აი ეს არის კიდე მთავარი რა არის კიდე იცით რომ დღევანდელ დღეს უბრალოდ ხდება ის რაც დანაბარებიც იყო და ბევრი ლაპარაკობდა ამაზე რომ საქართველოში თურმე დაიწყებოდა მართლმადიდებლობაზე დაიწყებოდა ჩვენს ახალ პატრიარქზე ძალიან დიდი შემოტევები. და მართლაც მოხდა ეს ყველამ დავინახეთ რომ პატრიარქი რომელიც თავის პირველ ქადაგებაში და თავის პირველ ეპისტოლეში რო გამოვიდა და აბორტებზე რო თქვა სიტყვა როგორ შეესიენ ყვალყორნებივით ბევრი ადამიანი ნუ მე იმათ თვლი რომ ისინი არ არიან მართლმადიდებლები ისინი ან უბრალოდ არიან ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები რომლებსაც ბევრად მეტად უხარიათ ხორცის ზეიმი ვიდრე სულიერების ზეიმი და როგორი რეზონანსული სიტყვებით გამოდიოდნენ როგორი ცუდი სიტყვებითაც გამოდიოდნენ და როგორ მოუწოდებდნენ რომ თურმე უნდა ეს ადამიანის უფლებები დარღვევა მიდის ამაზე და არავინ ალაპარაკობს იმაზე რომ ქართველები საქართველოში ნელა კვდებით რომ ყოველწლიურად მე წინა გადაცემაში თქვი რომ აგერ მაგალითად ამბრალაურის რაიონის უბრალოდ ქალაქის ხელა
ქალაქი ხრება ყოველწლიურად, ესე იგი 5000-ით ნაკლები ადამიანი იბადება ყოველწლიურად. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს ამაზე მთავრობა და მე უბრალოდ ხვდები რატომაც არ ლაპარაკობს უკვე მე მთავრობის კრიტიკას აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ ხვდები უკვე რომ აზრი არ აქვს მთავრობის კრიტიკას, იმიტომ რომ მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის. მე ამას პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები რომლის გაკეთებას და გამოსწორებას შეუძლიათ მთავრობა შეუძლია გააკეთოს, მაგრამ აბსოლუტურად არ განიხილავს ამ საკითხებს. არ განიხილავს მაგალითად მრავალშვილიანები როგორ უნდა წაახალისოს, აგერ ჩვენ მილიონჯერ გამოვედი და ვილაპარაკეთ ბინადმშენებლობის როგორ შეიძლება მრავალშვილიანი ოჯახები დააკმაყოფილობინებით, როგორ შეიძლება გადასახადები, რომელი გადასახადებიც მათ ისერზე აწვეთ იმ მრავალშვილიან ოჯახებს. როგორ შეიძლება იმათეს ყველაფერი შეუმსუბუქო, მაგრამ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ლაპარაკობენ რაღაც 20 ლარზე, 30 ლარზე, რომელსაც ყოველწლიურად თითქო იხდიან, უпростоრად უხდიან და ეს არის ყველაფერი და მორჩა. არ ლაპარაკობენ იმაზე, რატო გარბის ახალგაზრდობა საქართველოსდან. რატო გარბის და რატომ არის ზუსტად რომ იმ თავიანთ ჯან ღონეს ახმარენ უცხოეთს და ჩამოდიან აქეთკენ ვითომ მორკაფის გამოგზავნიან და ამინ თავიანთ მშობლები რო გადაარჩინონ. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. თავარი რა არის ის რომ ამ ქვეყანაში ადამიანი თავის რეალიზაციას, ახალგაზრდა თავის რეალიზაციას ვერ ახდენს და ამაზე ყველა არის გაჩვენებული. ყველაზე ცუდი რა არის იცით რომ აი ამ უცხოეთშიც უკვე აი ამ ჩვენთვის ბედნიერ უცხოეთში რომელიც გვეგონა რომ რა ბედნიერება არის, რა უბედურება ტრიალებს, ამაზეც არავინ არ ლაპარაკობს. რა უბედურება ტრიალებს აგერ ახლა გუშინ იყო თუ გუშინ წინ კიდე 17 წლის ახალგაზრდა ბიჭი საფრანგეთში მოკლეს სემით. კიდე ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, ჩვენთან არ ლაპარაკობენ ამაზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფარული, ეს ყველაფერი უნდა იყოს დამალული. და რატო უნდა იყოს დამალული? იმიტომ რომ ანალოგიური შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს. ამაზე რომ დაიწყონ ლაპარაკი, მაშინ ჩვენთანაც უნდა მიიღონ ის კანონები, როცა აი ეს ამდენი მიგრანტი შემოგვისიეს საქართველოში. მიიღონ ეს კანონები უნდა, ისეთი კანონები უნდა მიიღონ, ისეთი უნდა გაამკაცრონ ეს კანონები, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც აქ მაგალითად არაბები შემოდიან და 2 დღის უკან ნახე, დედა შვილი არაბი მათხოვარი. რა უნდა მათხოვარ ადამიანს საქართველოში რომ შემოდის. რომლებიც მათხოვრობდნენ ქუჩაში და იზახოდნენ რომ ისინი არიან პალესტინელი ტოლვილები. არ არსებობს, მე ვერ დამაჯერებ რომ პალესტინიდან საქართველოში შემოვიდა ადამიანი. კარებს თუ გაუღებ ყველა შემოვაგებს. ხო, თავისთავად. აი ეს არის რა, ჩვენთან გამოდიან და ლაპარაკობენ რომ თურმე ესენი კი არ არიან ტოლვილები, ესენი არიან მდიდარი ხალხი, რომელიც საქართველოს ააშენებენ. არ ვიცი რა ხალხო ყველაფერი ხდება ისე რომ ეს ქვეყანა ნელა-ნელა უკან მიდის და ამ ქვეყანის გადამრჩენელი კიდე არავინ არ არის იმ თაობის იმ ხალხის მხრიდან რომელიც დღესდღეობით ჩვენთან ზიან მთავრობაში, იმიტომ რომ ერთი კანონი არ მიუღიათ ხალხის საკეთილდღეოდ, რომელიც ადამიანებს რაღაცათი შეუმსუბუქებს ცხოვრებას. ყველანაირი კანონებს ღებულობენ, რომელიც არის ხალხის რეპრესიების, რომელიც არის ხალხის ჯარიმების, რომელიც არის ხალხის გაღატაკების და გაუბედურების აგერ. გამოდის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარლამენტარი ქალბატონი, რომელიც ლაპარაკობს პირდაპირ, რომ იცით რა, მე რო ვიარო ჩემი $100,000 მანქანით, ამიტომ მე თქვენ უნდა მივიღო ისეთი კანონი, რომ ამ კანონით თქვენ მანქანაზე ვერ დაჯდეთ. და უნდა შეზღუდეთ ავტობუსებში, რომელშიც ძალიანაც რომ მოინდომა მაგალითად დღის საათებში, აი ძალიან გაგიჭირდება რომ ჩაჯდე. იმიტომ რომ ისეთი გადატვირთულია. ამაზე ლაპარაკობთ, მაგრამ გამკეთებელი არავინ არ არის, ესვე ვიცი, ამიტომ ეს ქვეყანა თუ გვინდა რომ რაღაცით გამოსწორდეს, მე ოცნების აპოლოგეტებსაც მიმართავ და ოცნების მომხრეებსაც მიმართავ. ცოტა დაფიქრდით ხალხო რა, დაფიქრდით. ვის აძლევთ ხმას? ვის აძლევთ ხმას? თქვენ აძლევთ ზუსტად იგივე ხალხს, როგორი ხალხიც იყვნენ ნაცები. ნაცები და ოცნება დღესდღეობით არიან გადაჯაჭულები. აგერ დებატებში ვინ ზის ნაცი, ზის ოცნება. ვინ არიან ესენი? ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით არიან ოცნებაში, ხვალისებ ნაცებში გადავლენ, როგორც გადავიდნენ ძალიან ბევრი და ჩვენ უნდა ურტყათ ერთმანეთს თავი და ჩვენ ხარჯზე ეს ადამიანები კიდეც მდიდრდებიან, კიდეც ფულს აკეთებენ და ჩვენ ქვეყანას კიდე მომავალი და პერსპექტივა არ გააჩნიათ. კიდე ერთი რაღაცა მინდა თქვა, ჩემ პატარა სიტყვაში ჩავატიო, რომ არავის არ უნდა
არავისთან დალაპარაკება. ყველას დავიწყებული აქვს აფხაზეთი და ყველას დავიწყებული აქვს სამხრეთ ოსეთი, ანუ სამაჩაბლო. დღესდღეობით ძალიან ცუდი ძვრები ხდება სამაჩაბლოში. ძალიან ცუდი ძვრები ხდება. არ ვიცით ხვალ ზეგ რა მოხდება, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ძალიან დაახლოება მიდის რუსეთთან. რომელიც არ იყო ამ წლების განმავლობაში. მაგრამ ჩვენები არიან გაჩუმებულები. სტრატეგიული სიჩუმე არის. რას ნიშნავს მათი ეს სიჩუმე მე ვერ ხვდები? და რაც მოხდება ხვალდაზექ მე უკვე ხვდები, მაგრამ ესენი რატო ვერ ხვდებიან, ეს ვერ გამიგია. მოხდება ის, რომ შეიერთებს რუსეთი ამათ, იმიტომ რომ ესენი არ ელაპარაკებიან. არ ელაპარაკებიან იმ ადამიანებს, ვისთანაც უნდა დაждდენ და ილაპარაკონ, რომელსაც მაგალითად ზელინსკი რო ზელინსკი არის, ის თხოვს ომია ეგერ. ადამიანს ის თხოვს, რომ მოდი დაждდეთ ვილაპარაკოთ. ესენი არ ელაპარაკებიან. არ უნდათ რომ ელაპარაკონ. იმიტომ რომ ევროპამ ესე უთხრა და ევროპამ რომ უთხრა ესე გუშინ წინ გამოვიდა აგერ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე და თქვა თურმე რაც უთი ყოფილა ევროპა. რაც უთი ყოფილა ევროკავშირში, რომელშიც 14 წლის განმავლობაში მივდიოდით და თურმე ეხლა ვეღარ შევალთ, იმიტომ რომ იმათ არ უნდივართ ჩვენ რეზოლუცია მიიღეს ცუდი. რომ ისინი თურმე ერევიან ჩვენ საშინაო საქმეებში, ერევიან თურმე ჩვენს რელიგიურ საკითხებში. თქვენ დალოცვილებო აქამდე რას ვიზახოდით ჩვენ? არა მარტო ჩვენ, ძალიან ბევრი ადამიანი ამას იზახოდა, რომ ევროკავშირი არ არის ის კავშირი, რომელიც საქართველოსთვის იქნება ბედნიერი მომავალი. მაგრამ თქვენ 14 წლის განმავლობაში ყველაფერი მიიღეთ, გააუბედურეთ ეს ქვეყანა იმ კანონებით, იმ ანტიდისკრიმინაციული კანონებით, რომელმაც მთელი ახალგაზრდობა გააგიჟა და გადარია იმ საშინელი ნარკოტიკების გამწვანების ნარკოტიკების ლეგალიზაციით, რომელიც მთელი ახალგაზრდობა გაანარკომანა, იუვენალური კანონით ბავშვებმა, რომლებმაც მშობლებს ჩუიოდენ და პავლიკ მოროზოვები რო გაზარდეთ. ეს ყველაფერი თქვენი მიღებულია, იმიტომ რომ შესულიყავით ევროკავშირში და აგერ ევროკავშირმაც კარები დაგიკეტათ. რა ვქნათ ახლა? რა გავაკეთოთ? მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა, მეგობრებო რა. ერთადერთი ჩვენი ხსნა არის გადარჩენა ღმერთში, ქრისტეში. ღვთის კანონებით, სიმართლის კანონებით უნდა ვიცხოვროთ. თუ ასე ვიცხოვრებთ, ჩვენ ცხოვრებას რაღაცა დადებითი შეემატება. და ის მადლი, ის ბედნიერება ჩვენ ცხოვრებაში წამოვა. უბრალოდ ასე უნდა გავაკეთოთ, არა 5%-მა ხალხისამ, არამედ 80%-მა მაინც უნდა გააკეთოთ, 60%-მა მაინც უნდა გააკეთოს. დღეს რო ვიძახით მართლმადიდებლები ვართ, 5% არ დადის ეკლესიაში. რანაირი მართლმადიდებლები ვართ მითხარი? რანაირი მართლმადიდებლები ვართ? 5% ეკლესიაში არ დადის. 3-4% იქნება მაქსიმუმი. რო ვიძახით ძალიან ბევრი. კი, ჯვარი ყველას გვიკეთია, მაგრამ აი ზუსტად ჯვარი გვიკეთია, მაგრამ მართლმადიდებლად არავინ არ ცხოვრობთ. და პატრიარქის სიტყვები, როგორ საშინლად ავიტაცეთ ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ აგერ რა თქვა, რომ თუ ეძებ ღვთის სასუფეველს, ყველაფერს დანარჩენს მოგცემს ღმერთი. ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ ცხოვრებაში ნაკლებია, ჩვენ ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. არ არის ესე? არ არის ესე? ეს როგორ თქვაო, კაცო, პატრიარქმაო, რომ თურმეო ეძიეთ, პირველიო თურმე უნდა ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა. და ეს როგორ უნდა ვეძიოთ სასუფეველი ღვთისაო, ჩვენ ვაი გაჭირებული ოჯახი გვაქვს, იმიტომაც არის გაჭირებული ოჯახი. ამას ვერ ხვდებით, იმიტომ რომ ეკლესიურად არ ცხოვრობთ და ეკლესიურად რო იცხოვროთ, მიხვდებით თურმე ის გაჭირება ზუსტად მაგაშია. აი ეს არის რა ადამიანებო და დაფიქრდით ცოტა რა, ცხოვრების წეს თუ არ შევიცვლით, არაფერი არ გვეშველება. ყველა იმ მომხრეს ვეუბნები ნაცებისას და კოცებისას. დაფიქრდით, რაზე აწერთ ხელს. ეს ქვეყანა აღარ შეგრჩებათ, აღარც თქვენ, აღარც მე და აღარც არავის. თუ ესე გავაგრძელეთ. ეს არის ჩემი სათქმელი რა და დანარჩენს აგერით. მადლობა, ბატონო გიგა, მადლობა. ბატონ ვაჟა რას დაუმატებს საინტერესოა ამ თემაზე? პირველ რიგში მივესალმები მსმენელებს და მაყურებლებს. კიდევ გავახსენებ, რომ ჩვენ ვართ დიდი ქართველები და დიდი მსოფლიო მოქალაქეები. თუმცა დღევანდელი მიმდინარე პროცესები, როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში არ იძლევა იმის საშუალებას, რომ
ჩვენ ამ ყოფა ცხოვრებით გავაგრძელოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა და მოღვაწეობა, რადგან უფრო და უფრო რთულდება როგორც ჩვენ ახლობლად სამხედრო პოლიტიკური მდგომარეობა, რელიგიური მდგომარეობა, ასევე ჩრდილოეთითაც. ის უკრაინა, რომელიც გარკვეულად რაღაც ფრთებს ჩამოყრილი იყო დაახლოებით 2-3 თვის უკან, დღეს ბომბავს რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიის არა მარტო დიდ პროვინციებს, არამედ ბომბავს უკვე მის დედაქალაქს. ანუ ცეცხლი ახლოვდება ჩვენს გარშემო და ის რაღაც იმედიანობა, რომ საქართველოში არის მშვიდობა, საქართველოში არის მდგრადი სიტუაცია და ეს არ შეიცვლება არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არ შეიცვლება არც ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით. შეიძლება უცებ გავიღვიძოთ ერთ დღეს და ყველაფერი დამთავრდეს როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. რაც შეეხება სამხრეთშიც, კარგად ხედავთ სულ, რომ ვერაფრით ვერ მიაღწია ისლამურმა სამყარომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანის აგრესიულმა ირანის გარკვეულში ისრაელის აგრესიულმა ხელისუფლებამ მშვიდობიან მოლაპარაკებას. რადგან ჩვენ ალბათ ცოტა ღრმად უნდა დავფიქრდეთ, თითქმის შეუძლებელიც არის ამ სხვა ცივილიზაციების დიალოგი, რადგან ჩვენი პოლიტოლოგია, ჩვენი პოლიტმეცნიერება და პოლიტოლოგები რატომღაც ცივილიზაციურ ხარზე არ საუბრობენ ხოლმე მხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე, მიმდინარე ფაქტებზე და ის რომ ირანი არის სულ სხვა ცივილიზაცია და მისი მომავალი სწორედ იმ ცივილიზაციას მიუყვება. ამერიკა რომ არის სამეურნეო კაპიტალისტური ცივილიზაციის მწვერვალი და ამ ცივილიზაციას მიუყვება. ისრაელი რომ მიუყვება იუდაურ ცივილიზაციას, როგორ უნდა შეათავსო ეს? თითქმის წარმოუდგენელია დღესდღეობით თუ რაიმე ისეთი მაღალი ფასეულობა არ გამოჩნდა ამათთვის, ხოლო ჩიშის ფაქტორი ხლა ვიღაცა აქვს ატომური იარაღი და ამის გამო უნდა გაჩერდნენ. ხედავთ რომ ჯერჯერობით კი მოქმედებს, მაგრამ როდის გაუწყდებათ მოთმინების ზაფი ან ამერიკას, ან ისრაელს, ან სხვა ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს, იგივე რუსეთს, რომელიც აქამდე რაღაც ცოტა გაუგებარი პოზიციიდან ეომებოდა უკრაინას, ახლა უკვე გამწარებული ყვირის რომ მე იძულებულს ვხდით რომ ჩავართო ატომური იარაღი. ანუ ისევ და ისევ ჩვენ არაერთგზის დაგვიყენებია ამ კედლებშიც და ზოგადადაც პაწია უძლური უმწეო ჩვენი სამშობლოს მომავლის საკითხი. ბატონო გიორგი მე ახლა კარგად შენიშნა რომ პარტიების და პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურება აუცილებელია თუ ჩვენ გვინდა, მაგრამ სად არიან ეს პარტიები ბატონო? კი არიან, რა თქმა უნდა, ქაღალდიც არიან, რაღაც ძალიან მშვიდად არიან და ისე საქმიანობენ, მაგრამ გვაჩვენეთ ერთი მთავრობას თავი დავანებოთ, რა მთავრობა ყველაფერს კურირებს, ის იტყვის რომ მე ყველანაირად რაც შემიძლია ვაკეთებ, მაგრამ აბა სხვა პარტიები რას პირდება ადამიანს და საზოგადოებას, ხალხს, ერს იმ ამოცანების გადაჭრის სრულყოფილ პაკეტს ვინმე პირდება, ჩვენ ესეც წამოვაყენეთ რამდენიმე გზის. ჩვენ წამოვაყენეთ სტრატეგიული 30 წლიანი გეგმა, 30 წლის მერე იარსებებს თუ არა საქართველოს და რომ საქართველოს მიარსებოს, ამისათვის საჭიროა უნდა დაждდეს ძალიან დიდი ბრძენი ხალხი, ქართული საზოგადო მოღვაწეობის თვალსაზრისით და ასევე პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები გამოცდილი, რომ დაინახონ რა ხდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. რაც შეეხება თვითონ ქვეყანას რა მდგომარეობა აქვს ამ თვალსაზრისით, ჩვენ ესე შემოგთავაზეთ რომ ყოფილიყო ეკონომიური თვალსაზრისით სასოფლო წარმოებითი მაღალ ტექნოლოგიების 5-წლიანი გეგმები და ასევე განათლების. რადგან ქვეყანა სწორი მიმართულებით ვერ მიდის, ხედავთ
და თუ რაღაც ეკონომიკური წარმატებები მოხდა და ხდება არა საყოველთაო მოსახლეობისათვის, არამედ ხდება რაღაც ძალიან შევიწრო საზოგადოებისათვის, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ალბათ შეიძლება მაქსიმუმ ავიღოთ 5%-ია, რომელიც ძალიან მორჭმულად ცხოვრობს, ხოლო დაახლოებით 10% საშუალო დარჩენ ხალხს აქვს ყოველდღიური საზრუნავი თავისი ყოფისა და ყოფიერებისა. და არავითარი მზაობა ჩვენ რაღაც ვერ ხედავთ ვერც დასაქმების, ვერც ფინანსშენებლობის, ვერც იპოთეკარების, ვერც ჯანმრთელობის, ვერც ვაჭრობის, ვერც საბანკო ცვლილებების პაკეტებს, რომელიც ასევე ჩვენს წამოვაყენეთ და ასევე ძალიან კარგად წამოვაყენა ბატონ გულაშვილის თან მოქმედმა მეცნიერთა და ექსპერტთა კლუბმა, რომ საჭიროა სახელმწიფო ბანკი, საჭიროა სახელმწიფო მაღაზიები, საჭიროა სახელმწიფო აფთიაქები, საავადმყოფოები და მხოლოდ ეს იქნება, თორემ ის ფაქტიურად გაუმაძღარი კაციჭამია კასტა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენთან, ის უმდიდრესი ფენა, რომელიც ფაქტიურად ხელისუფლებასაც კი არ ეხმარება, არათუ უბრალო ხალხს. რა თქმა უნდა, მათ ხელში ჩვენ მომავალი რომ არ გვაქვს და არც გვექნება, ეს ძალიან კარგად ჩანს და ყველა ხედავთ ამას. რაც შეეხება ბატონო გიგამ ჩამოყალიბება და მე ისე გაგახსენებთ ჩვენი განსხვავებული პოზიცია თუ რაიმე არსებობს ქართულ პოლიტოლოგიაში და პოლიტმეცნიერებაში, სოფხედულობაშიც ეს არის ის, რომ ჩვენი წმინდა მარადიული ცნებები შემოვიტანეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შემოვიტანეთ ღვთისამართალი და შემოვიტანეთ ვეტოს პრინციპი, რომ ეს მდაბალი სულიერად გახსნილი ეგრეთ წოდებული საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები არ ფლობდნენ ძირითადი საკითხების გადაჭრის უფლებას, არამედ ეს საკითხები ეკითხებოდეს მაღალი სულიერებით აღჭურვილ სულიერ მოღვაწეებსაც, რომლებიც არ დაუშვებდნენ საქართველოს განადგურებას, როგორც ეკონომიურ განადგურებას, ასევე პოლიტიკურ თუ სამხედრო განადგურებას. რადგან ჩვენ ხედავთ, რომ საქართველო ილევა, საქართველო გვდება და რა მომავალი ექნება მას თუ ასე გავაგრძელეთ, ჩვენ კარგად ხედავთ. და კიდევ შეგახსენებთ, რომ ახლა ამ გართულებულ პერიოდში, როცა რუსეთში საშინელად ყოველდღე რაღაც საშინელებები ხდება, სპარსეთში საშინელებები ხდება, სპარსეთში, ისრაელში, ლიბანში, სირიაში იწყება ახალი პროცესები, ჩვენ სტრატეგიულად სასწრაფოდ ალბათ ხელისუფლებაში უნდა გადაწყვიტოს, ვინც წყვიტავს. ჩანს რომ ძალიან აუცილებელია საქართველოს მომავალი განისაზღვროს. ჩვენ არც გავაჟღერეთ, რომ 2000 წლის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ 150 წელი არსება დამოუკიდებლად თავის თავზე დაყრდნობით. დანარჩენი მას ყოველთვის ყავდა ძლიერი მეგობარი, თან ყავდა ქრისტიანული სამყარო, სანამ არსებობდა რომი და ბიზანტია და მეტნაკლებად მაისი იმედით, მისი მხარდაჭერით ის არსებობდა, ვითარდებოდა და გარკვეულ დიდ პროგრესს განიცდიდა. დაეცა ბიზანტია, დავეცით ჩვენც გავნადგურდით და ისევ მერე რუსეთის მეშვეობით რაღაც ცოტა ამოვისუნთქეთ, რაღაცა კუთხით, რა თქმა უნდა, ბევრი რამე დავკარგეთ, მაგრამ ფიზიკურად სწორედ რუსეთთან შეერთებამ გადაგვარჩინა. ეს იმჯერად მე-20 საუკუნეში დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობაში, ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობაში და რა შედეგი მივიღეთ, თქვენ ყველა კარგად ხედავთ. შინაგანად ისე მოგიწოდებთ მეც, რომ ვიყოთ უფალთან და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ თავი ამ სამყაროში არის უფლის სიყვარული და მოყვას სიყვარული. და რომ ათიმცნების პირველი მოხლის სწორედ მაგას გავლენები. მე ვარ უფალი, ღმერთი. შენი და ასე მე გაგრძელება ყველას კარგად მოეხსენება და პირდაპირ გეუბნება ათიმცნება, რომ ჩვენ დავიწყებული გვაქვს, რომ უფალი მეფობს და არა ჩვენ და რომ არსებობს უფლის სამართალი და არა ეს გრძნადი მატყუარა და ბინძური პოლიტიკოსების შემდგარი სამართალი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და გისურვებთ ვიცხოვროთ უფლის საქართველოში და მსოფლიოში.
მადლობა ბატონო მაჟამ. მეგობრებო, დრო ცოტა არის, თითქმის ამოიწურა 4 წუთი დაგვრჩა. სათქმელი ბევრია ყოველთვის, რა თქმა უნდა. ისეთი თემები აქვს, ესე იგი საქართველოს გასაჟღერებელი, რომ ეს პატარა გადაცემაში ვერ ეტევა, მაგრამ მე მაინც რადგანაც დავიწყე ამაზე ლაპარაკი, რადგანაც მადარდებს ჩვენი ქართული არასამთავრობების ქართული ორგანიზაციების, ქართული პარტიების ბედი, გულწრფელად მადარდებს. ამიტომ როგორც ამომრჩეველმა თქვენთან ერთად მოდი მოვთხოვოთ აი ამ პარტიებს, რომ უფრო მეტი აქცენტები გააკეთონ აი ეკონომიკური თემების, სოციალური თემების პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით საკუთარ პროგრამებზე. ეს არა მარტო არჩევნების წინ უნდა მოხდეს, მუდმივი საქმე არის. მუდმივი საქმე არის რაღაცა ინოვაციური რეფორმისტული წინადადებებით გამოსვლა საკუთარ ამომრჩეველთან, მიუხედავად იმისა, ვართ პარლამენტში თუ არ ვართ პარლამენტში. როგორ უყურებენ რა გეგმებით ისინი, ესე იგი უწამლიან სოფლის მეურნეობას, რა გეგმებით ისინი ჩაატარებენ რეფორმას განათლების სისტემაში, რა ეშველება აი ბინადმშენებლობას, ახალგაზრდების გადინებას და მილიონ სხვა პრობლემას. ესე იგი საშინაო პრობლემებზე ორიენტირებისკენ მოვუწოდებ მე ყველა პარტიას და ყველა არასამთავრობოებს და მათ ლიდერებს და არა საგარეო ესე იგი პოლიტიკების ანალიზზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საგარეო ჩვენ იმდენად ესე იგი ისეთ პატარა ქვეყანა ვართ, რომ ამაში ვერავითარ ცვლილებას ვერ შევიტანთ. ჩვენ სირბლივ რა ხდება, რაცა უნდა ბევრი ვილაპარაკოთ საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ საშინაო საქმეებს ერთობლივი ძალისხმებით გადავჭრით. ყოველ შემთხვევაში ამის გეგმები მაინც უნდა გქონდეს, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რატომ ვაპირებთ და საზოგადოებას აი ეს უნდა. საზოგადოებას სწორედ უნდა ის, რომ საშინაო თემებისკენ გადავიხაროთ და აი ამ საშინაო მინუსების ესე იგი გამოსწორებაზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ და ვიბჭოთ და თუ გინდათ ვიკამათოთ. ასე რომ აი ეს უნდა მოხდეს, ესე იგი ჩვენ ვიცით რომ ეს ლიბერალური ორგანიზაციები ამას არ გააკეთებენ, იმათ სხვა დღის წესრიგი აქვთ, ისინი სხვა ცენტრებიდან იმართებიან, იმათთვის საჭირო მხოლოდ სკამია, ესე იგი და სკამს გაიძახიან. ვერ მოვიგეთ სკამი, ვერ დავიჭირეთ სკამი, ვერ დავჯექით სკამზე და ასე შემდეგ. აი ეს ერთადერთი იდეა ფიქსი აქვს და სხვა თემა არ აინტერესებს, თქვათ, მათ არ აინტერესებს ქართული წარმოების ბედი, ქართული მეწარმის და მეურნის ბედი მათ არ აინტერესებს. ბოლო 40 წელიწადი ყოველთვის მათი პირიდან მე არაფერი არ გამიგია. ხოლო ქართულ არასამთავრობოებს, ქართულ პარტიებს ეს უნდა აინტერესებდეს და ეს უნდა იყოს, ესე იგი ფოკუსის მთავარი, მათი ყურადღების ფოკუსის მთავარი ესე იგი მიმართულება. აი ესეთნაირად გემშვიდობებით მეგობრებო, ჩვენ ოპტიმისტები ვართ, ჩვენ აუცილებლად მოვიყვანთ ეროვნულ მთავრობას, ჩვენი შვილებით და შვილიშვილებით დაპროგრამდებულ წესიერი მამული შვილებით, რომლებიც არიან მაღალი პროფესიონალები, მთავრობას, რომელიც მიხედავენ შემდეგ ქვეყანას, მათ ყველა პრობლემას გადაჭრიან. მთავარია რომ ჩვენ ვიყოთ ოპტიმისტურად, ჩვენ შევეხვიდოთ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ამ დიდ საერთო საქმეში. ასე რომ გფარობდეს უფალი, კარგად ვიყოთ, ჯანმრთელად, ბედნიერად, შევინარჩუნოთ სულის და ხორცის ჯანმრთელობა, შევინარჩუნოთ ჩვენი ენთუზიაზმი არ უნდა ჩაქვრეს და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ლელოს გავიტანთ აუცილებლად, ჩვენთან არის ათასობით წმინდანი, რომელიც დავყურებენ, ჩვენთან არიან ჩვენი წინაპრების სულები, რომელთა გულებით და სულებით ჩვენ უნდა გავახაროთ. ამინ.